არის თუ არა ივანიშვილის გზა ქრისტეს გზა? მოდით განვიხილოთ. დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომ მმართველი უნდა იყოს ხალხის მსახური და არა ბატონი, ფაქტობრივად ეფუძნება სახარებას, სადაც ვკითხულობთ. ხოლო იესო მიიღმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხმა მთავარნი ბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი განაგებენ მათ. ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე. არამედ ვინც თქვენ შორის მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს. და ვინც თქვენ შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს. ახლა შევხედოთ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, როგორ საუბრობენ ისინი, როგორი მანერებით, ცინიზმით, თავმომწონებით, განდიდებით. განა ისინი გვანან იმ მმართველებს, რომელსაც სახარებაში ქრისტე აღწერს? განა ისინი გვანან მმართველებს, რომელსაც თავს მსახურებად გრძნობენ და არა ბატონებად? განა ისინი არ ექცევიან საკუთარ ხალხს, როგორც მონებს, რომელსაც საკმარისად თუ გაამათრახებ ჭკუას ისწავლიან. ქრისტიანობა არის თავისუფალი ხალხის რელიგია. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ თავისუფალი ქვეყნების საზღვრები ფაქტობრივად იმეორებს ქრისტიანული ქვეყნების საზღვრებს. დღეს რეჟიმი ებრძვის თავისუფლებას და თუ თქვენ ებრძვით თავისუფლებას, თქვენ ებრძვით უფლის ნებას. ქრისტე არასდროსაა იქ, სადაც ადამიანებს ჩაგრავენ. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ დემონსტრანტების ზოგიერთი ქცევა, მაგრამ შეუძლებელია იმის ვერ გარჩევა, რომელი მხარეა დაჩაგრული და რომელი მჩაგვრელი. რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ცემს, იჭერს და ციხეში სვამს, თუ ადამიანები, რომელსაც ცემენ, იჭერენ და ციხეში სხედან. უფალი ვერ იქნება იქ, სადაც არ არის სამართალი და მოწყალება. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ისინი მის დღეს რეჟიმის წინააღმდეგ არიან, არის აგენტები, მოღალატეები არიან, მაგრამ აგენტები და მოღალატეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს. დღეს ქვეყანაში სამართლისა და მოწყალების პოვნა შეუძლებელია. და თუ თქვენ ამაში ეჭვგეპარებათ, შეგიძლიათ თავად დაეწროთ ნებისმიერ სასამართლოს ხელმას და თავად დარწმუნდეთ ამაში. დღეს რეჟიმის ვითომ მედიის წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ ისინი პროპაგანდისტები არიან. ისინი ღიად ამახინჯებენ სიმართლეს და ავრცელებენ ტყუილს. ქრისტე ვერ იქნება იქ, სადაც არის ტყუილი და პროპაგანდა. თუ რეჟიმს სჭირდება ტყუილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ესე იგი ის უკვე დიდი ხანია ასწა ქრისტეს გზას. დღეს ივანიშვილი ცდილობს გავყოს, რომ თითქოს არსებობს ორი საქართველო, ორი ქართველები. და ამ დაყოფას ახდენს მხოლოდ ერთი პრინციპით. თუ თქვენ არ მოგწონთ დღევანდელი რეჟიმი, იკითხოთ სამართლიანობას, თანასწორობას, კეთილდღეობას, თქვენ მაშინვე ხდებით მოღალატე, ნაცი და უღმერთო. თუმცა მხოლოდ ეშმაკ იყოფს, უფალი აერთიანებს. გალატელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგან ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. და ივანიშვილმა მოახერხა, რომ არათუ სხვადასხვა ეროვნების ხალხს, არამედ ქართველებს დაგვაჯერა, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ. სინამდვილეში აქ მხოლოდ ორი მხარეა, ჩვენ ქართველი ხალხი და სისტემა, რომელიც ცდილობს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებას. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, როგორც იესოში, ისე ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს სიყვარულში. მხოლოდ ეშმაკ იყოფს, უფალი აერთიანებს. ქრისტე ვერ იქნება იქ, სადაც ადამიანები ემონებიან ბელადს და არა უფალს. დღეს ივანიშვილმა საკუთარ გარემოცვაში დატოვა მხოლოდ ისინი, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში მონური მორჩილება გამოიჩინა. ისინი, ვინც მლიქნელობით ავსებენ მას, ისინი, ვინც მისი სახელის ხსენებას ბატონოს და ბატონის გარეშე ვერ ბედავენ. ისინი, ვინც არ უშვებენ მომენტს იმისათვის, რომ მას ხოტობაში ასხან იმ იმედით, რომ ბატონი ამას მომავალში დაუფასებს. ეს არ არის ქრისტეს სახე და ესეთი მმართველის გზა ვერ იქნება ქრისტეს გზა. და თქვენ ალბათ ისევ მეტყვით. განა აქეთ მხარეს იგივე არ ხდება, განა აქეთ მხარეს ყოფილი ლიდერები იგივეს არ აკეთებდნენ, განა მათი გზა არის უფლის გზა. მაგრამ ახლა მე არ გესაუბრებით როგორც იქით, ან აქეთ, ან რომელიმე მხარის წარმომადგენელი. მე გესაუბრებით როგორც ერთ-ერთი რიგითი, ამ ქვეყნის მოქალაქე, პატრიოტი, ქრისტიანი და საერთოდ მე არ გესაუბრებით თქვენ. თქვენვე კითხეთ საკუთარ თავს, ერთმანეთს. როგორ მოახერხეთ, რომ ამ ქვეყანაში ვერ ვიპოვეთ ერთი ადამიანი, ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქნება ხალხის მსახური და არა ბატონი, როგორც ამას სახარება ამბობს. და თუ ვერ ვიპოვეთ, მაშინ კითხოთ საკუთარ თავს, ვართ კი ღირსი ჩვენ იმისა, რომ გქონდეს მოლოდინი, რომ უფალი არ გაგწირავს, ვართ ჩვენ ღირსი ვიხილოთ აღთქმული მიწა. ან როგორც ჩვენ ამას ვეძახით, ივერიის გაბწყინება.